როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს მოდით გავშალოთ განვითარება კონკრეტულად. ტაროს აზრითაც ვიკითხოთ და ეს ადამიანის რას იზავს განვითარება, რასაც სიმყარე და ორმხრივი ბედნიერება ქვია. და რა თქმა უნდა, ყოველთვის უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის, ლაიქებისთვის. ძალიან მიხარიხართ და ეს მაძლევს უფრო მეტით мотивაციას, უფრო მეტად დავიხარჯო თქვენთვის. ძალიან მიყვარხართ. გაგვემარჯოს. ნახოთ აბა. დღეს ისეთი კარგი ამინდი გვაქვს, რომ რაღაცნაირად მინდა დავჭიდე და ესე გავშალო. მოდი ვნახოთ ჯერ თვითონ ეს ადამიანი რას შეცვლის საერთოდ. უკეთესობისკენ, რას იზამს, რა თქმა უნდა, ჩვენ მოლოდინი უნდა გქონდეს რას იზამს უკეთესობისკენ, მაგრამ ყველაფერი მასია დამოკიდებული და მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი მისი გადაწყვეტილებისთვის. გადაწყვეტილებისთვის, თუ როგორ თქვი, ხო, კაი, დაიკიდეთ. ნახოთ. რას იზამს თვითონ? და ვნახოთ ტაროს აზრით. აი, განვითარება და მოვლენები როგორი იქნება? ანუ განვითარება და მოვლენები. განვითარება, მოვლენები. ვნახოთ ახლა ჩვენ რას იზამს ეს ადამიანი? აუ, მერტო ჩემო, ეს რა არის? ეს არის არაჩვეულებრივი. რაც კი შეიძლება ინატროს ადამიანმა თან ორივე კარტში რას იზამს ეს ადამიანი და აქ ყველაფერი იქნება, რა ვიცი, სიყვარული ძალსაშენსაო, შეერთება, სიყვარული ორმხრივი, დაგვირგვინება, პასუხისმგებლობა, ხანუ ვინ რა მოლოდინებში ხართ ეს არ ვიცი, მაგრამ იეროფანტი ნიშნავს სისპეტაკეს, სიწმინდეს და ზოგადად ამ ურთიერთობის უდიდეს პატივისცემას და ეს ყველაფერი განვითარებისთვის იქნება, რა თქმა უნდა, პირველი, იმიტომ რომ პატივისცემა აუცილებელია და თვითონ ეს ადამიანი ძალიან პატივისცემს ამ ურთიერთობას და შესაბამისად ორმხრივი გრძნობა, გულწრფელობა და ნუ ძალიან მაგარია ეს ყველაფერი. მოდი ვნახოთ ახლა. მე მესმის თქვენი ჟრიამული, მაგრამ ჩვენ მაინც და განვიხილოთ ახლა. განვიხილოთ, მოდით ახლა ჩვენ მთავარი მომენტები. ეს კი იზამს და მას კი უნდა და მოდი ვნახოთ ახლა თქვენი პოზიცია. თქვენ როგორ უნდა დახვდეთ ამ ყველაფერს? ანუ თქვენ როგორ უნდა დახვდეთ ამ ყველაფერს? თავაწეული, ამაყი, ანუ თითქოს ისეთი რაღაც, ანუ არც კი გაგიკვირდებათ შეიძლება ეს, რომ ხო ვიცოთ, იმიტომ რომ ნუ თავთაჯერებულობის პიკი. აი, ნახე, რაც არ უნდა ეს ასიხარულო ამბავი იყოს და რაც არ უნდა მაგარი ამბავი იყოს და უდაოდ მაგარი ამბავია, განვითარება, საკუთარ თავში ჩადეთ მეტი და როგორი პოზიცია უნდა იყოს, იცი? ხო, ნორმაა ეს ყველაფერი, რომ გიყვარვარ, იმიტომ კი არა, რომ შენ როგორც იქნა მოინდომე და პატივი მეცი და პატივი ეცი ჩვენს ურთიერთობას, არამედ მე ვარ აქ ხომ მნიშვნელოვანი კიდე, მე რომ ასეთი კარგი ვარ. ანუ ნორმაა ეს აბსოლუტური. განვითარდით, უფრო მეტი დრო დაუთმეთ თქვენს განვითარებას, შრომას ნებისმიერ სფეროში არ აქვს ამას მნიშვნელობა და არც კი შეიმჩნიოთ ზედმეტად არაფერი და მინდა თქვა, რომ არ უნდა გაგიჟდეთ და არ უნდა დაიგრუზოთ ამ ყველაფერზე. აი, როგორ რაღაცა იცი, გააქვს სადღაც მაინც ის შიშები, მარტო როცა რჩები. ის სევდა ამ სიყვარულზე და ის პასიური შიში, რომ აი იქნებდა მე ეს ყველაფერი გაჩერდეს. ამიტომ ნუ გეშინია, ნუ გეშინია. და თუ თქვენ სასწორზე გულს და გონებას დადებთ, რა თქმა უნდა თქვენ ის უნდა აირჩიოთ, რომლისკენაც გონება და რაღაცა მიზანდასახულობა გიძახის. ანუ კი შეიძლება გინდოდეს ეს ყველაფერი, მაგრამ თავარი არის, რომ ამ სიყვარულსა თქვენს ინტერესებს თუ დავდებთ,
სასწორზე. თქვენი ინტერესებისკენ უნდა წახვიდეთ. ახლა ამის დროა. მოდი ვნახოთ ახლა თავარი რა თქმა უნდა. ტარო რას ფიქრობს ამ ყველაფერთან დაკავშირებით? აქაც სხვაშორის სამართლიანობა და სამართლიანობა რა თქმა უნდა სხვანაირად ამოგვდის აქ, მაგრამ მოდი ვნახოთ ახლა. ტაროს აზრით. იცი რა არის? ტაროს აზრით ეს სადაო საკითხია ზოგადად და არ არის თლად ჩამოყალიბებული ენერგიები, არც თქვენგან, არც მისგან და ზოგადად სიტუაცია არეულდარეულია. მაგრამ შანსები მაინც რა თქმა უნდა ტაროს აზრით აქვს ამ ურთიერთობას, რადგანაც ფასეულობებს ხედავს, ანუ თქვენ შორის მაინც არის ის ძაფის ემოცია, რომელიც მოყოლებულია, ასე ვთქვათ, წარსულიდან და არის დღემდე შენარჩუნებული თქვენ შორის, თქვენს ემოციებში. რვიანით ასე. ნუ მოდი ახლა განვიხილოთ ეს ყველაფერი ჩვენ. თუ ადამიანი მაინც არ არის ჩამოყალიბებული და გასულია ურთიერთობიდან მოდის რაღაცა პერიოდი ეს მაინც შენარჩუნდება, მაგრამ შემოატრიალებს ზუსტად ის მომენტი, რომ ჭირდება მას ეს მიდი-მოდი და ეს ჩამოუყალიბებელი მდგომარეობა, რადგანაც მან უნდა მიხვდეს საბოლოოდ საით მიდის ეს ყველაფერი და ეს მიდის ну, აქ იუსტიცია გვაქვს, ხო შეიძლება ეს გამოვიყენოთ მაგალითად ხელის მოწერა და მე გაწერა ხო არ უნდა იყოს, ანუ სერიოზულობისკენ მიდის და რომ აქ საბავშვო ბაღი არ არის რეალურად. და თქვენი ინტერესები უნდა დაემთხვეს აუცილებლად ერთმანეთს, იმიტომ რომ აქ არის როგორი საწინააღმდეგო დინებისკენ მიდიხართ და ვეღარ დაემთხვია ვერასოდეს თქვენი ერთმანეთის მიმართ ენერგიები. შენ შეიძლება როცა გინდა და გენატრება მას არ უნდიხარ მომენტში, ან მას რო უნდიხარ იმ მომენტში, შენ არ გინდა და აი ესეთი ქაოსი არის. ტარო მაინც ამაზე მეც პასუხს არ გვაძლევს, რადგანაც ცარიელი კარტი ამოვიდა და მე რა თქმა უნდა ამ პროგნოზაზე დავკეტავ, მაგრამ რაც მთავარია, გოგონებო, ეს არის ტაროს პროგნოზი, რასაც გეუბნება და თქვენი სიტუაციიდან გამომდინარე უნდა ემსჯელოთ, მაგრამ აქ თვითონ ამ ადამიანის თავში რა გააზრებაც მოხდება და მოხდება აუცილებლად და სულ ერთი არ ახართ. ამას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება. არც იქ არა გვაქვს ცუდი პროგნოზი, უბრალოდ ახლა დღევანდელ რეალობიდან და სიტუაციიდან გამომდინარე გეუბნებათ ტარო და ამიტომ ყველაფერი იქნება კარგად. თავარი არ დაგავიწყდეთ, რომ უნდა წახვიდე შენი მიზნისკენ და არავის გამო და არაფრის გამო არ უნდა გადადო ის, რაც შენი გასაკეთებელია და რა თქმა უნდა მე ყველას გელოდებით კომენტარებში დროებით.